მოგესალმებით და მე დღეს ვიმყოფები ანისთან ერთად ჩაქვში და ეს არის სასტუმრო არის ჩაქვის ტერიტორია. ჩვენ გვინდა და დავაანონსეთ ერთი 5-6 დღის უკან რომ ჩვენი ცენტრის მოპირდაპირ მხარეს რომელიც მოუწესრიგებელია 100%-ით არის სახელმწიფოსი და ამას სახელმწიფო ჩვენ სავარაუდოდ გადმოგცემს. მე დღეს შევხვდი მოსახლეობას, იქ მაცხოვრებლებს და ყველა არის აღფრთოვანებული აი ამ პროექტით. ეს არის პირველად აჭარაში და ეს პროექტი არ გაჩერდება, დარწმუნებული ვარ ჩვენ აჭარის მთავრობა ხელს შეგვიწყობს, ეს სხვა მთავრობა ახალგაზრდები არიან და მოწადინებული არიან რომ რაღაცა გაკეთდეს ისეთი მართლა ქართულ საქმეს რომ მოხმარდება. მე დღეს შევხვდი როგორც მოსახლეობას, მოვიდნენ ცენტრში და მითხრეს რომ ჩვენ მზად ვართ ფიზიკურადაც დაგეხმაროთ და ყველანაირად ცდილობენ რომ ეს გაკეთდეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, იქ მოვიდა ჩაქვის ხელმძღვანელობა პირველი პირები და თქვეს რომ ჩვენ ამას გუბერნატორს მოვახსენებთ, ხო არის სტუმრად არის აქ მოდის ბათუმიდან გუბერნატორი, მასაც ჩააყენებენ საქმის კურსში, ადგილსაც ანახებენ და დარწმუნებული ვარ რომ ჩაქვში იქნება ევრო 5 სტანდარტების ავტობაზრობა, სადაც გაფორმდება ადგილზე ავტომობილები და ნომრებსაც მისცემენ ექსპორტი თუ რეექსპორტი, ყველაფერი ზუსტად იგივე იქნება, როგორიც არის თბილისში, მაგრამ იქნება ევრო 5 სტანდარტებზე თავისი ავტომობილების სადგომი. აი როგორ იქნება, ადამიანი მოდის და აყენებს სადგომზე მანქანას, ფეხით გადმოვაგერ და ათვალიერებს ავტომობილებს. მე დღესაც დავათვალიერებ მთელი ბათუმის ტერიტორია და აქა მიმოფანტული არის ავტომობილები, დასრული, დაბინძურებული ადამიანებს უნდათ ეს ბაზრობა, მაგრამ ეს ბაზრობა არ არის და 10-15 მანქანა დგას ყველგან. ეს აჭარას თბილი იმას ცენტრს უნდა მოშორდეს და უნდა იყოს ჩაქვის. ზუსტად ეს არის ჩაქვისთვის საუკეთესო ადგილი და ბათუმისთვისაც ცოტა განიტვირთება თვითონ ბათუმი. ეს ხელს შეუწყობს ასობით ადამიანს, ასობით წვრილ მეწარმეებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ამაში ჩვენ ხელს არ შეგვიშლიან. ჩვენ ერთი რაც თავარია ვნახეთ ის რომ ეს არის სახელმწიფოს ტერიტორია. აქ ჩვენ გვინდა 2-3 ჰექტარი, 4-5 ჰექტარი დაახლოებით და ამას ჩვენ როგორც მივიღებთ თანხმობას იმ დღესვე დავიწყებთ. მე მინდა კიდევ ერჯერ დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩაქვის როგორც მოსახლეობას, ისე ხელმძღვანელობას და დარწმუნებული ვარ რომ ამაში ყველა ხარს დაგვიჭერს და აი რამდენ ხანში გავაკეთებ ნახავთ. დასაქმდება უამრავი ჩაქვში მცხოვრები ადამიანები. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავხადო მოსახლეობას აი ესეთი გვერდზე დგომისთვის. მე არ ვიცი აი აჭარლებს მე თურმე არ ვიცნობ რა როგორ გითხრათ. მე პირველი ცენტრი გავაკეთე თბილისში და მეორე რამდენიმე წლის უკან აქ და ახლა რასაც ვაკეთებ ეს არის რემონტი. იმდენად ყოფილი ვარ ამ მოსახლეობის მე არ ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე აი ამ ცენტრის ბაზრობის გაკეთება ცენტრის მოპირდაპირ მხარეს და ბევრ საქმეს გავაკეთებ აჭარაშიც და ყველგან თუ ამის საშუალება მექნება. გისურვებთ წარმატებას, მარტო არ მინდა ხელის შემიშალო. დანარჩენი მე მოსახლეობას ვანახებ თუ რას გავაკეთებ. აბა წარმატებები.